24 საათზე მეტი ახალი პოლიტიკური რეალობიდან სუპერ საპრეზიდენტო ქვეყნიდან საქართველოს შერეული მმართველობის სახელმწიფოდ გადაიქცა. 2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების 3 წლის შემდეგ გიორგი მარგველაშვილის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედა. დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის პირველი ოფიციალური სამუშაო დღეა. პარალელურად საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები მოგრძალებულ ინაუგურაციას აფასებენ. ცერემონია 800,000 ლარზე მეტი დაჯდა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია წინა წლების ინაუგურაციების დანახარჯებიდან. მეოთხე პრეზიდენტის პირველი სამუშაო დღე მთავრობის კანცელარიაში გიორგი მარგველაშვილი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. პირველი შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შედგა. პრეზიდენტის რანგში ხელმოწერილი პირველი განკარგულება კი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტზე წარდგენას ეხებოდა. ინაუგურაციიდან 32 საათის შემდეგ საზოგადოებისთვის კვლავ აქტუალურია მთავარი ცერემონიის დეტალები. სტივენ ვეინბერგი National Geographic-ის ფოტორეპორტიორია. საქართველოში 1995 წლიდან მუშაობს და ქვეყნის 4-ვე პრეზიდენტის ინაუგურაცია აქვს გაშუქებული. განსხვავება არა იმდანაც ცერემონიაში, არამედ ხალხის განწყობაშია. მე კარგად მახსოვს ედუარდ შევარდნაძის არჩევა პრეზიდენტად 2000 წელს, ასევე მისი შეხვედრები მოსახლეობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება საქართველოში მშვიდობიანი გზით შეიცვალა. ამასთან მოსახლეობას ყოველთვის უნდა რამე ახალი და უკეთესი. ყოფილი პრეზიდენტის მმართველობისას გამართული პომპეზური ღონისძიებებისგან დისტანცირების დემონსტრირება ასე აფასებს პიარის სპეციალისტი კახა მაღრაძე ინაუგურაციას. მისი თქმით, პრეზიდენტის გზავნილები გასაგები ცერემონია კი განსხვავებული იყო. გამიკვირდა ის, რომ თქვათ არ იყო პირველ რიგში არიჯდა მეგობარი ქალბატონი პრეზიდენტის და მისი შვილები და აქ უფრო აქცენტი გაკეთდა პოლიტიკური ესტაბლიშმენტის წარმომადგენლებზე. თქვათ ალბათ უპრიანი იქნებოდა ოჯახის წევრების წინა პლანზე წამოწევა. ინაუგურაცია და პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა დღეს ექსპერტებმაც შეაფასეს. კახა გოგოლაშვილის თქმით, გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურა ყალიბდება. მარგველაშვილის წინაშე არსებულ გამოწვევებზე აკეთებს აქცენტს ხათუნა ლაგაზიძე. საგარეო პოლიტიკური კუთხით მას ყავს საკმაოდ ძლიერი გუნდი და ამ თვალსაზრისით აქცენტები სწორად იყო დასმული და აქაც მე ვფიქრობ ის არ გამოიკიდება გარეგნულ ეფექტებს. მთავარი გამოწვევა მე ვფიქრობ მისთვის არის ის, რომ მან შეინარჩუნოს კონკურენტული გარემო და თავისუფალი პოლიტიკური სივრცე. ახალი პოლიტიკური კულტურის პირობებში, უკვე არც ერთი ინსტიტუტი ცალკე არ იღებს ამბიციას იმისა, რომ ქვეყანას ეს თქვა შეცვლის ან რაღაცას განახორციელოს მარტო. ინაუგურაციის ცერემონიასთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა აქვს საპარლამენტო უმცირესობას. ნაციონალური მოძრაობისთვის არაფრის მთქმელი იყო პრეზიდენტის სიტყვაც. მაინც და მაინც მაღალი რანგის სტუმრები არ ჩამოვიდნენ ამ ცერემონიაზე მონაწილეობის მისაღებად. ეს სამწუხარო ზოგადად ცუდი რამის მაჩვენებელია ზოგადად ქვეყნისთვის. რაც შეეხება მის გამოსვლას, რაღაც არაფერი კონკრეტული მის გამოსვლაში არ თქონდა. ნაციონალური მოძრაობის კრიტიკას არ იზიარებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. ჯონდი ბაღათურია მარგველაშვილის სიტყვას დადებითად აფასებს. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ქრისტიან დემოკრატებს. არ იყო წარმოდგენილი სხვა თქვა წინა პრეზიდენტები ან მათი ოჯახის წევრები, არ იყო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ერთი პოლიტიკური პარტია იყო მხოლოდ წარმოდგენილი, არ იყო სხვა შორის მაღალი წარმომადგენლობა საერთაშორისო დონის, არ იყო ყველაზე მთავარი ხალხი, ვინც მარგველაშვილი აირჩია. პრეზიდენტის გამოსვლა მინდა ვთქვა, რომ იყო შინაარსიანი, სწორად იყო დალაგებული ძირითადი აქცენტები, მე ხაზს გავუსვამდი საგარეო პრიორიტეტებს, რომელიც სწორად იყო დალაგებული. ხელისუფლება ინაუგურაციით კმაყოფილია. დადებითად ფასდება მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული გზავნილებიც. შეიძლება ხოსე კარერასის საჭიროა, მაგრამ მოვა ამის დროც. ახალი ერა იწყება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ნაბიჯი გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი. შემოვიდა აბსოლუტურად მართვის ახალი სისტემა და ახალი სტრუქტურა. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 27 ოქტომბერს ჩატარდა. გიორგი მარგველაშვილმა ხმების საერთო რაოდენობის 62,12% მიიღო.